მისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა. დიდი მოწიწებით დღესასწაულობ დღეს უფალ იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში მომხდარ ერთ-ერთ უდიდეს მოვლენას, ფერის ცვალებას. რატომ უწოდებთ ამ დღესასწაულს უდიდეს? რადგან უფალმა ინება და თავისი გამორჩეული მოციქულების საშუალებით, რომლებიც ფერის ცვალების თვითმხილველები იყვნენ, საკუთარი ღვთიური დიდება მთელ სამყაროს გამოუცხადა. სრული დიდებით გამოეცხადა მათ უფალი. სრული დიდებით გამოეცხადა მათ უფალი. არა, ღვთის დიდების ხილვას ვერავინ შეძლებს. წარმოუდგენელია ადამიანისათვის მისი სისავსის ხილვა და ცოცხლად დარჩენა. უფალმა ღვთიური დიდებულების მხოლოდ მცირე ნაწილი უჩვენა მოციქულებს. თავისი ღვთიური ნათელი და ესეც უკიდეგანო დიდი. სამყარომ შეიტყო წმინდა მოციქულთაგან, რომ უფალი იესო ქრისტე ღვთიური ნათლით გაბწყინდა. ქვეყნიერებამ გაიგო, რომ მზის მატერიალური სინათლის გარდა არსებობს განსხვავებული ღვთიური ნათელი. ამის შესახებ უწინ არაფერი იცოდნენ და არავითარ ღვთიურ სინათლეზე არ ფიქრობდნენ. როგორ გჭირდებოდა ღვთიური ნათლის შეცნობა? მატერიალური სინათლე, მზის სხივები დედამიწაზე ცოცხალ არსებებს და მატერიალურ სამყაროს აძლევს სიცოცხლეს. მის გარეშე მიწიერი ცხოვრება წარმოუდგენელია. მისით სულდგმულობს ყოველივე. ამ მხრივ მისი ძალა შეუდარებელია. მას ვერავითარი ხელოვნური სინათლე და ელექტროობა ვერ შეედრება. მზის სინათლე მატერიალური არსებობის მაცოცხლებელი ძალაა. მის გარდა კი არის მარადიული, არამატერიალური სულიერი სამყარო. როგორც მზი არის ხორციელი სიცოცხლის წყარო, ისე სულიერი სიცოცხლის წყარო უფალ იესო ქრისტეშია. და ეს სინათლე, რომელიც განანათლებს ქვეყნად მომავალ ყოველ ადამიანს, მოევლინა თაბორის მთაზე უფლის რჩეულ წმინდა მოციქულებს. ამ სინათლესა და მის მატარებელ იესო ქრისტეზე წმინდა მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა ასე ბრძანა. მისთანა ცხოვრება იყო და ცხოვრება იგი იყო ნათელ კაცთან. ქრისტეს ნათელი ჭეშმარიტი ცხოვრებაა. ამ სიტყვებთან გაიგივებულია სინათლე და სიცოცხლე. რომელ სიცოცხლეზე აქ საუბარი? ცხადია, არა სხეულებრივ, არამედ მარადიულ სიცოცხლესა და უფალთან ერთობაზე. და ამ სინათლის საწყისი, რომელიც არასოდეს ხდება, მხოლოდ უფალი იესო ქრისტეა. და ნათელი იგი ბნელსაშინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია. რომელ სიბნელეს ანათებს ქრისტეს ნათელი? ცოდვის წყვილიაც, რომელიც უზომოდ დიდია. მაგრამ ამ წყვილს მარადიული ღვთიური ნათლის შაქრობა არ ძალოს. რამე თუ ნათელი იგი ბნელსაშინას ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია. აი რა სინათლე მოუვლინა უფალმა იესო ქრისტემ თაბორის მთაზე ღვთიური ნათელი, რომელიც შეადგენს ღვთის ჭეშმარიტ და თვითმყოფად არსს. რამე თუ ეს ნათელი უფლის ერთ-ერთ დიდებულ თვისებას წარმოადგენს. საკუთარ თავზე ბრძანა უფალმა, მე ვარ ნათელი სოფლისა. იგი ნათელია ამა სოფლისა. მისი სინათლე აცისკრონებს მთელ სამყაროს. სახარებაში ვკითხულობთ, რომ მოსე და ელიაც, რომლებიც მაცხოვარს ფერის ცვალების ჟამს გამოეცხადნენ, ღვთიური დიდებით ბრწყინავდნენ. ხოლო მოსე 1000 წლით ადრე სიცოცხლეშივე ასხივებდა ღვთიურ ნათელს. როდესაც იგი სინას მთიდან ჩამოვიდა და ხელში ჯულის ფიცარი ეჭირა, მისი სახე ადამიანებისათვის გაუსაძლისი ღვთიური ნათლით ბრწყინავდა. ისეთი თვალის მომჭრელი იყო ეს ბრწყინვალება, რომ მოსეს სახის დაფარო უწევდა, რადგან ისრაელელნი მის ნათელს თვალს ვერ უსწორებდნენ. რა სინათლე იყო ეს? ეს არ იყო თავისთავადი სინათლე, რომელიც მოსეს ეკუთვნოდა. ეს ღვთისაგან ნათხოვარი ნათლის ანარეკლი გახდა. იცით რომ ყველა პლანეტა საკუთარ სინათლეს არ ასხივებს. ისინი მუქ სხეულებს წარმოადგენენ და მზის სინათლის ანარეკლს ასხივებენ. ისინი მზისაგან სინათლეს თხოვობენ. ასე არიან წმინდანებიც და უფლის ფერისცვალების მონაწილე, ორივე დიდი წინასწარმეტყველი, არა საკუთარი, არამედ უფლისაგან ნათხოვარი ნათლით ბრწყინავდნენ. ადამიანებს შორის უპირატესზე, იოანე ნათლისმცემელზე, წმინდა იოანე მოციქულის სახარებაში ნათქვამია, რომ იგი არ იყო ნათელი, იგი მოვლენილ იქნა, რაითა ნათელი ჭეშმარიტი, უფალი იესო ქრისტე დაემოწმებინა. დიდებული და აღმატებულია უფლის ნათლის ანარეკლით იბრძკინა.
მაგრამ უღირსობა და სამარცხვინოა ამ სოფლის ძლიერთა დიდებულებისა და ძალის ანარეკლი ეძიო და მიითვისო. როგორც ამას ყველა დროში კარისკაცები და პირმოთნეები აკეთებენ. ბევრი ადამიანი არსებობს, რომელიც თავს განათლებულად თვლის და მიაჩნია, რომ მეცნიერების და ფილოსოფიის სინათლის მატარებელია. მათ ეკუთვნის ქრისტეს სიტყვები: იხილე, ნუ უკვე ნათელი იგი შენ შორის ბნელი იყოს. როგორი აუცილებელია მათთვის ამ სიტყვების შემეცნება. თავიანთი მოჩვენებითი სინათლის ქრისტეს ღვთიურ ნათელთან შედარება და საკუთარი სულის სიღატაკის გააზრება. მათე მოციქულს კი ეს სიტყვები შემდეგნაირად მოყავს: უკვე თუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენია. სიკეთითა და საკუთარი სულის სინათლით შეუმჩნეველად რომ იღვრება არსებულ წვრთნიაში, წმინდანები ასხივოსნებენ ამ სიბნელეს. ისინი იმ ადამიანს წააგავენ სიბნელეში სანათით ხელში რომ მიიკვლევს გზას. თავადაც ინათებენ და სხვებსაც უნათებენ სავალს. და თუ ადამიანის გულში წვდიადი მეფობს, ვერ გაიკვალავს იგი გზას სიბნელეში. და არასდროს მოგვევლინოს ამგვარი უბედურება. და ისმინოს და აგვისრულოს ქრისტემ ვედრება ჩვენ. გამოგვიბრწყინე ჩვენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი. მეოხებით აღმრთის მშობელისაითა ნათლისა მომცემელო უფალო დიდება შენ. მაგრამ ამ უზარმაზარი ბედნიერების მოპოვებას მაშინ შევძლებთ, თუ ქრისტეს მცნებებს გულდასმით აღვასრულებთ. უნდა გავხდეთ წმინდანები, რომლებიც ზეციური მამის სამფლობელოებში მზესავით გაბრწყინდებიან. ამინ. ილოცავთ ელისვარების დღესასწაულს. მოგმადლოს მისი გასწმოყარებით ჩვენ ცოდვილებს ღვთიური ნათელი, რომელიც როგორც პეტრა მოციქულმა თქვა ახლა სამოციქულოში, ვიღაცის მოყოლის კი არ გეუბნებითო, ჩვენი თვალით ვიხილეთ ეს ყველაფერი. ეს გარდამოცემა დღემდე შემოინახა ეკლესიამ და რისთვის შემოინახა. როგორც ყველაფერი ესეც იმისთვის არის, რომ ადამიანს გაუადვილოს სასუფეველისკენ მიმავალი გზა. როდესაც ადამიანმა იცის ვის მიყვება, მისთვის იოლია უკვე ამ გზაზე სიარული. რაც არ უნდა ხანდახან ძნელად, ესე ვთქვათ, ეჩვენებოდეს მას ეს გზა. იმიტომაც, აი თუ დააკვირდებით მოციქულებმა ივანე ღვთისმეტყველის გარდასუყველამ მოწამეობრივი სიკვდილით დაადასტურეს თავიანთი სწავლების ჭეშმარიტება. მათთვის ეს ძალიან იოლი იყო. ძალიან იოლი იყო, იმიტომ რომ იცოდნენ ვისთვის აკეთებდნენ ამას. მათ თავიანთი თვალით იხილეს ის ყველაფერი, რაც ახარებაშია მოთხრობილი. არა მარტო უფლისფერის ცვალება, არამედ მისი ზღვაზე სიარული, 5 პურითა და 2 თევზით 1000-ობით ადამიანის დაპურება, უამრავი სნეულის განკურნება, მკვდრის აღდგინება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოველივე ის, რაც ამოწმებდა იმას, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არ იყო მხოლოდ კაცი, არამედ ის იყო ღმერთი. როგორც სრულყოფილი იყო ის, როგორც კაცი, ამ ქვეყნად დადიოდა და ჩვენ ვიცით, რომ მას ცოდვა არ უქმნია, ასევე სრულყოფილი ღმერთი იყო. და ფერისცვალება ამის კიდევ ერთ-ერთი დამადასტურებელია. კიდევ ერთ-ერთი გამომხნევებელია ყველა ქრისტიანისთვის, რომ თავს იდვას შრომა, ის შრომა, რომელსაც ქვია უფლის მცნებების აღსრულება და აი ამ სამყაროში რაღაცნაირად ღვთის წყალობით ჩვენი ძალების შესაბამისად მცირე, ესე ვთქვათ, ღვაწლის ტვირთვა რო შევძლოთ და სულ მცირე, თორე დიდზე ჩვენ ახლა ეს ალბათ ზედმეტიც იქნება ამაზე საუბარი. მე ხშირად ვფიქრობ ჩემთვის და ამას ვამბობ კიდევაც, რომ თუ დაფიქრდები ადამიანი, თანამედროვე ქრისტიანები, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, აი გულწრფელად მართლა ესე ვფიქრობ, მარტო სახელით ვართ ქრისტიანები, თორე ქრისტიანობისა ჩვენ არაფერი არ აქვს. არც სიტყვაში, არც საქმეში, არც ფიქრში. სამწუხაროდ. თავი შეიძლება ვინმე იყოს და ალბათ არის კიდევაც ღმერთმა დაგვიფაროს, რომ არ იყვნენ ასეთი ადამიანები, თორე ალბათ დასრულდებოდა კაცობრიობის ისტორია. არიან დარწმუნებული ვარ ესეთი ადამიანები, მაგრამ უდიდესი უმრავლესობა სამწუხაროდ მხოლოდ სახელით ვართ ქრისტიანები. ამიტომაც არის, რომ ჩვენთვის ფერისცვალების დღესასწაული იქნება ეს, ქრისტეშობის დღესასწაული თუ აღდგომის დღესასწაული,
შინაგანად ცარიელი ვართ ხო? კი, სიტყვით ვიცით, წავიკითხავთ, გავიგებთ ყველაფერს ესე ვთქვათ. მაგრამ შინაგანად მაინც აი ამას ვერ გრძნობთ. და ძნელიცაა ხო მართლა როგორ უნდა იგრძნო ეს ახლა უქმნელი ნათელი ღვთისა როგორია, როგორ უნდა იგრძნო თუ ღმერთმა არ მოგანიჭა. და აგერ გითხრა წმინდა ლუკამ რომ ეს მოგენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ღვთის მცნებებს გულდასმით აღასრულებთ. აი რომელი ჩვენთაგანი დაიქვეხნის რომ ღვთის მცნებებს გულდასმით აღასრულებს. არა თუ გულდასმით აღასრულებს, არამედ გულდასმით სწავლობს. მოდით აღსრულება კიდე იქით გადავდოთ. აი რომელი ჩვენთაგანი დაიქვეხნის იმას რომ ზის და აი კითხულობს ახარებას და ფიქრობს რომ აი აბა უფალმა რა დამაბარებე, როგორ უნდა ვიყო, რანაირი უნდა ვიყო. ამას ამ ტვირთსაც კი არ ვტვირთულობთ ჩვენ თავზე და რაღაც დაგიდეთ ახლა მათი შესრულება და მერე ახლა ღვთიური ნათლით განათლება. აი რაღაცნაირად არ მინდა ახლა ძალიან პესიმისტურად ჟღერდეს ეს ყველაფერი, მაგრამ რო დაფიქრდები ადამიანი აქამდე მიდიხარ მაინც. აი და მერე რაღაცნაირად უკვე აღმოხდება რომ უფალო შემიწყალე და აი მერე უკვე გინდა რომ მთელი გული დაიჯერო რომ უფალი არის ყოვლად მოწყალე. და შენაირ ადამიანსაც შეიწყალებს. და მე რაღაცნაირად ალბათ ამას თუ დაფიქრდები, იმასაც იფიქრებ კაცი რომ მოდი რა სხვას მაინც ნუღა განვიკითხავ. ჩემი გამჭირვებია იქით რა ვიღას რას დაძდები ახლა ვინ რა როგორ იქცევა და რანაირად იქცევა და აი ეს და ის და ასე შემდეგ. ერთმა მოგწეს სინანული საკუთარი ცოდვების გამო და საკუთარი დაშორებულების გამო ღვთისაგან. უფალმა შეგვიწყალოს და გვაცხობს. ერთმა დაგვიცოთ.